ის რომ ქვეყანა ძალიან დიდია, ბიძინა გუჯაბიძემ პირველად მამისაგან გაიგო. სანამ დაღვინდებოდა, სერგო გუჯაბიძემ ამ ქვეყნიერების გემოს გაგება 1000-ნაირად სცადა. ფრინავთა სკოლაშიც კი სწავლობდა. ვნახო ერთი ეს ქვეყანა ზემოდან რახილიაო. 1000 ხელობა მოსინჯა. ბოლოს დაოჯახდა და მაინც ქართველი კაცისათვის ყველაზე ჩვეულს, მიწის საქმეს მოყო ხელი, აგრონომი გახდა. როცა შვილი შეეძინა, ამ ქვეყნის დამყოფის გემო სხვაგვარად შეიგრძნო. მიწასთან უფრო დაახლოვდა და ყოფის კანონზომიერებას მიჰყვა. ზამთარში ოჯახს ახალგაზრდობის თავგადასავლებს უამბობდა. ზაფხულობით აუცილებლად ადიოდნენ ბახმაროში. ბიჭები ყოველ წელს იმატებდნენ სიმაღლეში და ყოველ წელს სულ უფრო ეპატარავებოდა თვალში ფერდობები, რომელიც გასულ ზაფხულს დიდი ამბით დაიპყრეს. როცა ხვდებიან, რომ ყოველ დიდ მთას იქით უფრო დიდი მთა, ისინი ზრდას ასრულებენ და პირდაპირ მნიშვნელობით მიწიერ საზრუნავს უბრუნდებიან. არდადაგებზე ბახმაროს მთებში ხეტიალი სამყაროში საუკეთესო საქმიანობა იყო. არდადაგების შემდეგ ბარში ბრუნდებოდა. გურიის ულამაზეს სოფელ ხორეთში. ფანჯრიდან მოჩანდა ზღვა და პალიასტომის ტბა. მთელი ზაფხული შთაბეჭდილებები ამ კონტრასტული პეიზაჟის ფონზე მოზარდის გონებაში სამყაროს შეცნობის სურვილს ამძაფრებდა. დედაჩემი ბიბლიოთეკარი, ამის გამო სულ ბიბლიოთეკაში ვიყავი, ძალიან კარგი ბიბლიოთეკა ჰქონდა სოფლის. ეხლაც მახსოვს ახალი გარემონტებული იყო ბიბლიოთეკა იატაკის, წიგნების და ფაქტიურად ცხოვრობდი ბიბლიოთეკაში და ძალიან ბევრს კითხულობდი, ძირითადად სათავგადასავალო ლიტერატურას. მაშინვე რაღაც მე-5-მე-6 კლასში უკვე გადავწყვიტე, რომ სტილი ჩემი ცხოვრების უნდა ყოფილიყო მოგზაურობა. რა პროფესია უნდა ერჩია საბჭოთა მოზარდს ისეთი, რომ მოგზაურობა შეძლებოდა. საბჭოთა კავშირის ფარგლებში, თორემ მის ფარგლებს გარეთ ჩვეულებრივი მოკვდავი მთვარეზე უფრო ადვილად გაფრინდებოდა, ვიდრე ვთქვათ ტიბეტში. გეოლოგობა თვალში ძალიან მოუვიდა. ცხოვრება დიდი ჩანთით და არავითარი ერთფეროვნება. ბუნებასთან ახლოს ყოფნა. შორს მოსაბეზრებელი ყოველდღიურობისაგან. 1977 წელს პოლიტექნიკური ინსტიტუტის სტუდენტი გახდა. დედაქალაქში საცხოვრებლად გადმოვიდა და მალე იპოვა საშუალება მარშრუტი, სახლი, ინსტიტუტის სახლი მაქსიმალურად გაერთულებინა. 79 წელს პოლიტექნიკურმა ინსტიტუტმა ალპინიადაში მიიღო მონაწილეობა. როგორც ყველა გურული ბავშვი ბახმაროზე ისვენებდი, ბახმაროს მთების შემოვლილი მქონდა. შემდეგ ბავშვობაში მწყემსად მუშაობდი და ზაფხულს მთაში ვატარებდი სურების მთებში. და ასე რომ ძალიან ახალი არ იყო თვითონ ეს გარემო. მაგრამ ყაზბეგში პირველად ჩავედი, მაშინ ძალიან დიდი შთაბეჭდილება მოახდინა თვითონ ყაზბეგმა, თვითონ მყინვარწვერმა პირველად როცა ვნახე და ძალიან დიდი მაინც განსხვავებული მასშტაბები იყო, რაც მანამდე მენახა. და თვითონ ხალხმა, როგორც ყაზბეგლებმა, ასევე იმ ინსტრუქტორებმა, იმ თამშრომლებმა, რომლებიც ჩვენ ჯგუფს ახლდა. მაშინვე მივხვდი, რომ ეს ჩემი ადგილი იყო რა და ძალიან საინტერესო პროცესი იქნებოდა ამ ხალხში, ამ გარემოში თვითონ ადგილის დამკვიდრება. მაგრამ სულ ეჭვი მქონდა, რომ ამას ვერ შევძლებდი, ვფიქრობდი, რომ არ მეყოფა თვითონ ფიზიკური მონაცემები, ჩემი ჯანმრთელობა და ვერ ვივარგებდი ამ საქმის, მაგრამ სურვილი ძალიან დიდი მქონდა. მადლობა ღმერთს, რომ დავრჩი რა, ჯერჯერობით აქავარ. ბიძინა გუჯაბიძემ პოლიტექნიკური ინსტიტუტის გეოლოგიის ფაკულტეტი 1982 წელს დაამთავრა. ინსტიტუტში გატარებული წლებიდან საუკეთესო მოგონებაც სწორედ ყაზბეგში ალპინისტური ლაშქრობა დაამახსოვრდა. ალპინიზმთან შედარებით მის აღქმაში გეოლოგია ბიუროკრატიულ სამუშაოს დაემსგავსა, თუმცა გარკვეული ინერციით მაინც მიჰყვა პროფესიას. Если друг оказался вдруг, и не друг, и не враг, а так, если сразу не разберешь, плох он или хорош, парня в горы тяни, рискни, не бросай одного его, пусть он в связке в одной с тобой, там поймешь, кто такой. თანდათან თავადაც და მისი უფროსობაც მიხვდნენ, რომ ალპინიზმით გატაცება გეოლოგის სამუშაოს გრაფიკში ვერადავერ ეტეოდა.
და ბიძინა გუჯაბიძეს არჩევანის გაკეთება მოუწია. ბუნებრივია ქანებს და მინერალებს ვერტიკალი ამჯობინა, რაც მაშინდელ საბჭოთა კავშირში ფაქტიურად პროფესიის უფრო ზუსტად კი შემოსავლის გარეშე დარჩენას ნიშნავდა. თანაც ეს მაშინ, როცა ქვეყანაში ალპინიზმის თემა მოდური იყო და ამ მოდას თავად პროპაგანდა ნერგავდა. უამრავი სიმღერა, ლექსი და მოთხრობა იქმნებოდა მთამსვლელთა შესახებ. მათთვის, ვინც კინოთეატრებში თვალებ გაფართოებული შესწქეროდა ვერტიკალის გმირებს, ალპინისტის მიზანი ყველაზე მაღალი მთის დალაშქვრა ჩანდა. სინამდვილეში კი ყველაზე მაღალი სრულებით არ ნიშნავს ყველაზე მნიშვნელოვანს. მაგალითად, სასიმაღლოში ასეთი არის კაორი, ანუ ჩოგორი რა, რომელიც პაკისტანში, ჰინდიკუში, თიანეთშია. ეს გამოწვეულია ძალიან მაღალია, სიმაღლით 8611 მეტრი. მეორეა თვითონ სიმაღლით და თვითონ ჰავა არის ძალიან ღრმა, ასე ვთქვათ, კონტინენტური ჰავა. ტემპერატურული ამპლიტუდა ძალიან დიდი არის დღე-ღამეს შორის. შარშან იყო ზუსტად რაღაც ჩრდილსა და იმას შორის გავზომე, ეს ამპლიტუდა მზეში 55 გრადუსი, ჩრდილში რაღაც +3 და დღე-ღამის განმავლობაში კიდე მით უმეტეს. ეს იწვევს თვითონ ორგანიზმისთვის ძალიან მძიმეა და ამას გარდა თოვლის საფარი, ყინულის საფარი ძალიან ცვალებადი არის. და მიუხედავად იმისა, რომ ღრმა, ასე ვთქვათ, კონტინენტური ჰავა მკვეთრად გამოკვეთილი, მაინც ესე სწრაფად ხდება, თან ძალიან მაღალი რო არის, ამის გამო ძალიან სწრაფად ხდება ამინდის ცვალებადობა. ამიტომ ბევრი ადამიანი იღუპება შარშან 11 კაცი დაიღუპა ამ მთაზე რა. ნუ კავკასიონზე ყველაზე, ასე ვთქვათ, რთული მთა ეს არის უშბა. 40-მდე მარშრუტი აქვს დაახლოებით. მხოლოდ ერთი არის საშუალო ზეოდნა მაღალი სირთულის მარშრუტი. დანარჩენი უმაღლესი კატეგორიის მარშრუტებია. თვითონ როგორც მთა, მაგრამ ყველაზე ესეთი რთული მარშრუტები, ეგ არის ჩატინი, ისევ სვანეთში არის ჩატინის ჩრდილო კედელი, რომბი, რომელსაც ყველაზე ესეთი სერიოზული ეს უშბა ჩატინი ეს მიეკუთვნება ტექნიკური კლასის ასვლებს რა. რაც შეეხება კლდოვანი მარშრუტები, ასეთი ბევრი ისინი კედლები, ანუ ერთ-ერთი არის იოსემიტა ელ კაპიტანი. მოკლედ რო ვთქვათ, ასე გამოკვეთილად ერთ-ერთი მთამსვლელი ვერ გეტყვის, რომ აი ეს მთა, ან ეს მარშრუტი არის ყველაზე რთული. რაც დღეს რთული და გაულელია, ის ხვალე გავლილი იქნება. საბჭოთა ალპინიზმში შეჯიბრებების შემდეგ კლასებში ხდებოდა. სასიმაღლო ტექნიკური კლასი, რომელიც ითვალისწინებდა 7000 მეტრზე მაღალი მწვერვალების დალაშქვრას. ტექნიკური კლასი. ამ კლასის სპორტსმენები 7000 მეტრზე დაბალ, მაგრამ ტექნიკურად რთულად შესასრულებელ მარშრუტებში ცდიდნენ ძალას. კლდოვანი და ზამთრის კლასი. დასავლეთის სტანდარტებით დამატებითი სახეობებიც არსებობს. მოკლე მულტიპიჩი, ბიგვოლი და სოლო, ანუ მთის მარტო დალაშქვრა. საბჭოთა კავშირში სოლო ოფიციალურად აკრძალულად ითვლებოდა. როგორც ვისოცკის ცნობილ სიმღერაშია, მთები მეგობრობის გამოცდის და გამოწვრთობის საუკეთესო ასპარეზი იყო და არა პიედესტალი ერთი კაცის ამბიციებისათვის. ხო, ადრე იყო ასეთი მიმართულება, რომ თაში დადიოდნენ მარტო, ასე ვთქვათ, მეგობრები, რაღაც პატარა ვიწრო წრე, რაღაც ვიწრო ჯგუფები. რა თქმა უნდა, ეს დიდი ფუფუნებაა და ესეთი სასიამოვნოა, ასეთი ასვლები, მაგრამ შემდეგ, რაც უბრალოდ დრო გადის ხოლმე, მეგობრები ზოგი თავს ანებებს, თამსვლელს სხვა საქმე უჩნდება, ბიზნესი, ოჯახი ან ჯანმრთელობა. ზოგიც სამწუხაროდ იღუპება და აღარ არის ჩვენს გვერდით და ამის გამო მე ხშირად მიწევდა სხვადასხვა გუნდებთან და სხვადასხვა ხალხთან ერთად სიარული. დღესაც ასე ვაგრძელებ რა. და მთავარი, ასე ვთქვათ, ამ ურთიერთობაში, ამ ასვლების დროს არის პროფესიონალიზმი, თვითონ დამოკიდებულება
მთის მიმართ რამდენად ასე ვთქვათ სერიოზულია, რამდენად სერიოზულად არის მომზადებული. დანარჩენი ისეთი პიროვნული თვისებები რაღაცა მეორე პლანზე იწევს რა და უფროს უმცროსი რაღაცა გამოცდილება, შავი, თეთრი, რაღაც იქ ძალიან მარტივად ჩანს. მალევე ირკვევა ეს ისა პირველივე თქვა შეხვედრის დროს, პირველივე საუბარის დროს და ყველაფერი ეს ასე ვთქვათ თავის ადგილას არის დალაგებული და რაღაც მოულოდნელი კონფლიქტები, მოულოდნელი რაღაც გამოხდომები არ არის ხოლმე იშვიათად რა, ასეთი რამე რომ მოხდეს რა. თავი არის პროფესიონალიზმი, თვითონ როგორი მთამსვლელია, როგორი ასვლები აქვს გაკეთებული, რა ამბიციები აქვს. პირველ რიგში ყველაზე დიდი შიში არის საკუთარი ესე ვთქვათ გადაწყვეტილების ისტორიაში ეჭვიანობა, რომ ეს სწორი გადაწყვეტილება მიიღე თუ არა. ეს ბევრ ამას ეხება ვთქვათ გასვლას, გუნდის არჩევას, პროდუქტის საკუთარი თავის შეფასებას, გუნდის წევრის შეფასებას, აღჭურვილობას, ფერდი როგორი არის, რა მიმართულება საზვავია, თვითონ რა მდგომარეობაშია თოვლი, ყინული, ბევრ რამ. და ეს მუდმივად გაქვს, სანამ არ თავდება ექსპედიცია, ეს დაძაბულობა, ეს პასუხისმგებლობა არის. რაც შეეხება ხა შიში, ამას გარდა რაღაც პატარ-პატარა შიშები ყოველთვის, ყოველ დღე არის, რომ ვთქვათ, ზვავში მოყვები, ზემოთ ზვავი წამოს, ამას გაასწრებ, ქვას გაასწრებ, ან მოწყდომის პირასახარ რაღაც უცბად შიში არის ვთქვათ კედელზე ხშირად იწვევს ხოლმე დაცლას მთლიანად იმის ძალისაგან რა და აი თუ არაფლობ თვითონ ფსიქიკა რო თუ მყარი არ არის და ეს შეიძლება საერთოდ ენერგიის გარეშე დარჩე. თამსვლელი გუჯაბიძის ცხოვრება ვარჯიშია და ისეთი სამუშაო შესრულება, რომელიც ალპინისტს მუდმივად ფორმაში ამყოფებს. ნამდვილი დღესასწაული კი მაშინ იწყება, როდესაც მწვერვალს აირჩევს, სპონსორს იპოვის და ექსპედიციას მოამზადებს. მარშრუტს განსაზღვრავს და ბოლოს დგება ის სანუკვარი დღეც, როდესაც საბაზო ბანაკი და მწვერვალისაკენ გაემართება. მზადება ყოველთვის სკრუპულოზურია. ყველა ნივთს, რომელიც დედამიწის უმაღლეს მწვერვალზე საგზლად მიგავს, თავისი აუცილებელი დატვირთვა აქვს. განსაზღვრულია სალაპარაკო თემაც. უპირატესობა ენიჭება თემატიკას მშვენიერი სქესის შესახებ. არ არის რეკომენდირებული საუბარი პოლიტიკაზე, თუმცა ამას ვერსად გაექცევი. განსაკუთრებით ბოლო წლებში თუ კი ექსპედიციის წევრებს შორის რუსი ეროვნების ალპინისტებიც აღმოჩნდებიან, მაგრამ ეს საშიში არ არის. რაც უფრო გაიზრდება ფიზიკური დატვირთვა და დაიღლებიან, სასაუბრო თემაც ერთადერთი დარჩება. და არ გეგონოთ აქ ადგილი ჰქონდეს რაიმე ამაღლებულს. საჭმელი, აი რაზე საუბრობენ ალპინისტები ჰიმალაის მთების უშორეს კალთებზე, სადაც მხოლოდ რჩეულებს დაუდგამთ ფეხი. მაგალითად, ბიძინა გუჯაბიძე უარს ამბობს სპეციალურ კონსერვებზე და უპირატესობას მამაპაპურ და შერეულ სამზარეულოს ანიჭებს. მაგალითად, გუდის ყველი, შებოლილი თევზი, გურული სუნელი, სალა. თურმე მოხარშულ და შემდეგ გამომშალ წიწიბურასაც კი ალპურ ზონაში განსაკუთრებული გემო ჰქონია. წელს მაგალითად ძალიან კარგი კვება ჰქონდა. თითქმის ყოველ დღე ჰქონდა ხორცი. შარშანაც პაკისტანში ვიყავით გაშებრუ მორზე. იქ საბაზო ბანაკში 4500-ზე ყინვარზე, ბალტოროს ყინვარზე ამოიყვანეს იაკი და იქვე დაკლეს, ასე რომ იქაც კარგი კვება ჰქონდა. იმის წინ ჩეხებთან ერთად ვიყავი, კიდევ სული განუვტე შიმშილისაგან. შიმშილი ძალიან მძიმე რამე არის, ხანგრძლივი შიმშილი, ძნელი, ძალიან რთული გასაძლებია. მithumetes როცა საჭირო არის ენერგიის ესეთი აქტიური ხარჯვა და ამ ენერგიის ხარჯვა გინდა და არ არის ეს ენერგია და ძირითადად ბრინჯზე და კარტოფილზე ვიყავით. სვანეთის კავკასიონის სილამაზით განთქმულია მსოფლიოში, თუმცა მისი მასშტაბები ყველაზე მეტად მაინც ექსტრემალებს იზიდავს.
მწვერვალი უშბა ზღვის დონიდან 4700 მეტრის სიმაღლეზე მდებარეობს და მუდმივი ყინულის საფარითაა დაფარული. მასზე პირველი ექსპედიცია 1924 წელს განხორციელდა ალექსანდრე ჯაფარიძის ხელმძღვანელობით. მას შემდეგ უშბა არაერთხელ დალაშქრეს და მის კალთებზე არაერთხელ ნახეს სიკვდილი. ადგილობრივი მოსახლეობა ამგვარ კატაკლიზმებს შეეჩვია და პროცესებში თვითონაც ხშირად მონაწილეობს. თუკი საერთოდ მთამსვლელებისათვის შეიძლება დედამიწაზე საცხოვრებელ ზონაში 64 პოვნა, ეს ნამდვილად სვანეთი იქნება. ადგილი, სადაც მათი ყველაზე კარგად ესმით, გულშემატკივრობენ და მაქსიმალურად ეხმარებიან კიდეც. ხოლო სვანეთში შეუძლია ალპინის თავი მარადონად იგრძნოს. აი ესეთი მხარდაჭერა, როგორც სვანეთში იგრძნობა, როგორც აი ბეჩოს ხეობაში იგრძნობა, ის რომ აი ამდენი ოჯახი, ამდენი ადამიანი ყოველ დილას გამოდის ტურბინით, ესე ვთქვათ, გიყურებს შენ ასვლას, შენს კვალს, ეძებს რაღაცა. მთავარი სალაპარაკო თემა იმ დღეებში რომ მარტო ეს არის. კარგად. კეთილი მგზავრობა. მშვიდობით ჩამოსვლას ისურვებ და ვერთმა აგლოცოთ. აი გზა. ძალიან დიდ მუხტს იძლევა. ესეთი რამე სოფლიოში არსად არ არის. ასე ადგილობრივი მოსახლეობა არ განიცდის თვითონ მთამსვლელების ასვლას. საერთოდ მთამსვლელებს უყურებენ როგორც ფული შემოსავლის წყარო, სამუშაო და სვანეთში კიდევ ეს ყველაფერი ჯერჯერობით სხვანაირად არის რა და რაღაც საკუთარ საქმედ ამას იღებენ და ესეთი გულშემატკივრება მე მგონი არც ერთ ფეხბურთის მსოფლიო ჩემპიონატს ან ოლიმპიადას არ აქვს როგორც იმ პერიოდში ზამთარში აქვს ხოლმე ჩვენს ასვლებს. ამიტომ ყოველთვის სიხარულით მივდივართ სვანეთში და უშბაზე. უშბაზე 1989 წელს ავიდა. ეს ასვლა მიეძღვნა 1984 წელს დაღუპულ მეგობრებს, ირაკლი გელდიაშვილს, გოგი ზუმბაძეს, დევით არხნიშვილს, დათო ყობახიძეს, გია თუშურსა და მურად ჭიჭინაძეს. 5 წლის შემდეგ გადაწყდა ამ მარშრუტის განმეორება, რომელიც გაბრიელ ხერგიანის მარშრუტადაა ცნობილი. ალპინისტთა გუნდს ჯერ კიდევ ნაკლებად გამოცდილი 29 წლის კაპიტანი ბიძინა გუჯაბიძე ხელმძღვანელობდა. ასვლა წინასწარ რამდენიმე თვით ადრე დავგეგმეთ, ამ 5 წლის თავისათვის მიგვეძღვნა. ეს იყო ზაკოს ამიერკავკასიის შეერაღებული ძალების გუნდი. ასვლაზე 7 კაცი ვიყავით, 2 კარვით წავედით. ახალგაზრდაც გვახსდა მაშინ თითქმის გამოუცდელი კაცი. და თვითონ დიდი მოგზაურობა და დიდი იყო დღესასწაული ჯერ ზამთარში სვანეთში ჩასვლა, დაბანაკება, სოფელთან ურთიერთობა. მე თვითონ ეს ასვლის პროცესი, მომზადება, საბაზო ბანაკის გაკეთება თვითონ მთის ძირში, ზევით ციარული და საერთოდ მე რამდენიმე ასვლა მქონდა და რამდენიმე მცდელობაც აუსვლელადაც უშბაზე ზამთარში. ჯომოლუგმას მწვერვალზე ქარი 200 კილომეტრის სიჩქარით ქრის. ღამით ტემპერატურა -60-მდე ეშვება. ყოველწლიურად მწვერვალ ევერესტის დაპყრობას 500-მდე ადამიანი ცდილობს. 50 წლის მანძილზე 200-ზე მეტი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა ღვთაებრივმა მთამ. პირველად ადამიანმა ფეხი სამყაროს პიკზე 1953 წელს დაადგა პირველი 8000-იანი მწვერვალის დალაშქვიდან 3 წელიწადში. ჰიმალაის 8000-იანების დალაშქვის შესაძლებლობა შეუძლებლობაზე 1950 წლამდე ბევრს კამათობდნენ, სანაძლეოსდებდნენ და ხშირად საკუთარ სიცოცხლეს აგებდნენ. მაგრამ ანაპურნას მწვერვალზე ადამიანის ასვლამ მითი სამყაროს ვერტიკალურ ზღვარზე გაანადგურა. შეიქმნა ყველა 8000-იანის დამლაშქველთა კლუბიც
და მიუხედავად იმისა, რომ მხოლოდ ევერესტზე უკვე 900-მდე ალპინისტი ავიდა, ის მაინც რჩება სამყაროში უმაღლეს წერტილად, სადაც ნებისმიერი თავს ერთადერთ პირველ აღმომჩენად გრძნობს. ბიძინა გუჯაბიძემ პირველად ევერესტზე 99 წელს შედგა ფეხი. ექსპედიციას სახელად კავკასია 99 ეწოდებოდა. ქართველი ბიძინა გუჯაბიძე, აფიგიგანი და ბენო კაშაკაშვილი, სომეხი ლოვა სარქისოვი და აზერბაიჯანელი სარიადან მურსაგულოვი ნეპალის მხრიდან ავიდნენ. მეორე ჯერზე ბიძინა გუჯაბიძე 2003 წელს ტიბეტიდან განხორციელებულ ექსპედიციაში იღებდა მონაწილეობას რუს ალპინისტებთან ერთად. ორივე ასვლა იყო. მეორე ასვლის დროს მარტო ვიყავი რუსებთან ერთად ჩრდილოეთიდან, ტიბეტის მხრიდან. ორივე ასვლა ჟანგბადის საშუალებით გავაკეთე. მეორე ასვლის დროს ფიქრობდი, რომ იქნებ მეცადა უშანგბადოთ, მაგრამ წასვლის წინ ერთი კვირით ადრე ოპერაციის გაკეთე, ცხვირის ოპერაცია გავიკეთე და ამიტომ ვერ ვიყავი კარგად რა და ასე ვთქვათ, გადავარჩინე ასვლა რა და მეორეჯერაც ჟანგბადით ავედი. დიდი სიხარული ახლდა ამ ასვლას და ამ მიღწევას. ეს თამსვლელების ბევრი თაობის, ჩვენი წინა თაობების ოცნება იყო და ამიტომ ამ სიხარულს იმათთან ერთად ასე ვთქვათ, ვიზიარებდი რა და რაღაც იმათი დაწყებული, ჩემი ასე ვთქვათ, უფროსი მეგობრების დაწყებული საქმის დამთავრება იყო რაღაცნაირად. ბიძინა გუჯაბიძეს ნამდვილად აქვს რა მოუყვეს შვილიშვილებს, რა თქმა უნდა, თუ კი ისინი არ დაადგებიან ბაბუის კვალს და ყველაფრის საკუთარი თვალით ნახვას არ გადაწყვეტენ. გამომდინარე მათი გენეტიკიდან დაშლას აზრი არ აქვს. მომავალი ალპინისტების საყურადღებოდ, მოსალოდნელი ხიფათების სია უსაშუალოდ დიდია, ჯილდო კი 1 წამი. როდესაც სამყაროს სახურავიდან გადმოიხედე და გარშემო მაყურებელიც კი არ იდგა, რომ შენთვის ტაში დაეკრა. ერთხელ მქონდა შემთხვევაში ხელდაზე ავდიოდით ჩრდილოეთიდან, ნახევარი დღე ვიჯექით ქვის ქვეშ და თავზე ყოველ 5 წუთში ასე ვთქვათ, ზვავი გადადიოდა, სანამ არ დაღამდა, მანამ ვერ გავედით. რამდენჯერმე ქვათაცვენაში მოყოლილი ვარ. დამტვრევით თვითონ ერთხელ დამიმტვერი უშბის ქედზე ქვათაცვენაში მოვყევი და ნეკნები მქონდა ესე ჩამტვრეული და ხელი გაბზარული და ცალი ხელით ესე დავეშვი. ჩემს გვერდით ზამთრის უშბაზე მერაბ ხაბაზმა მოიტეხა ერთხელ ფეხი, მეორეჯერ ისევ ზამთრის ასვლის დროს მაშინ ზვავმა წამოიღო და ზვავი თავზე გადაგვახტა, მერაბიც დაახლოებით 60 მეტრამდე იფრინა რა და მე დავიჭირეთ თოკით რა და მე დავუშვით კედელზე უშვებდით. მეორეჯერ იყო, მე მგონი შემდეგი ზამთარი იყო, ისევ მოწყდა მერაბი. დაახლოებით ესე 40 მეტრამდე იფრინა და ეს კვირის თავის მყესი გაიწყვიტა. მაშინაც ერთი დღე უშვებდით კედელზე, მერე უკვე ვერტფრენი მოგვეხმარა და ვერტფრენის საშუალებით შამილა იყო კორტოშიძე და პირველი, ასე ვთქვათ, ესეთი ოპერაცია იყო, რომ კედლიდან მოხსნეს ვერტფრენით. ყოველი ასვლის შემდეგ გულში ითვლის იმ ადამიანებს, ვისთან ერთადაც მათ საერთო საქმის უბედნიერესი წუთები აქვთ გატარებული. სიას ყოველთვის ვიღაც აკლდება და მას ვერაფრით გაუმკლავდები. მით უმეტეს თუ კი მთამსვლელობის სცენმა შეგიპყრო და მშვიდ ცხოვრებასთან ბერადა ვერ დაზავდი. ძალიან ბევრი მეგობარი ყავს და გარგული. განსაკუთრებით ძიმე იყო ახლა ეს ბოლო წლებში მერაბ ხაბაზის და ზაალქიკოძის დაღუპვა უშბაზე, მანამდე ვანო გულედანი ისე უშბაზე და კასალაპა შხარაზე
ეხლაც 27 მაისს ერთი მეგობარი დამეყופה სერგეი სამოილოვი ალმატიდან წვერვალ ჰოცეზე. ნუ სამწუხაროდ ხდება ეგრე და ძალიან ძიმი არის, მაგრამ რაღაცნაირად უკვე ასე ვთქვათ შეგუებული ვარ. დალიკო დავედი და ამეთქეს. აბა მაგრად ბიჭებო. საქართველოს უმძიმეს დღეებში ბიძინა გუჯაბიძემ და მისმა მეგობრებმა იპოვეს ფუნქცია, რომელსაც მათზე უკეთ ვერავინ აიღებდა საკუთარ თავზე და სვანეთის მთებში აფხაზეთიდან დევნილ მოსახლეობას გადაადგილებაში ეხმარებოდნენ. ზოგიერთი ალპინისტი, რომელიც ამ სამაშველო ოპერაციაში მონაწილეობდა, დღეს ცოცხალი აღარ არის. ცოტა ხوار დაიღალე ძალიან ბატონო. არა. შეყოცა გირო. მიდი. ნაუბე. ამოვა ნელა ჩანა. მის. ოპა. გაჩა. ოვე. რეზო შანფაა რა და მოს იძი? ო, მე მოიყვანეთ ეს. ალბათ 40-მდე იგი აპირე ჩესვას არის. კი, ხვალე უნდა ჩავ. დღეს უნდა დაბრუნებულიყავი გრამდი გასწრება. დღეს ძალიან ნელა მოვიდა. 9 საათი მოვდიოდით. ეს ვისია? ესენია. ხო, კი, რა დაგიგო. ბოლო ექსპედიცია, სადაც ბიძინა გუჯაბიძემ მიიღო მონაწილეობა, იყო ექსპედიცია მწვერვალ მანასლუზე, ჰიმალაის მთებში. ეს მწვერვალი სახელგანთქმულია უხვი ნალექებით. შესაძლებელია ღამეში მეტრანახევარი თოვლიც კი მოვიდეს. საბაზო ბანაკში ექსპედიცია 2 თვე გაგრძელდა. აქედან შესაფერისი ამინდი მწვერვალზე ასასვლელად მხოლოდ 2 დღე იყო. 6 გასვლაში მიიღო მონაწილეობა. ყველა ჯერზე ალპინისტებს თავს ზვავი დაატყდათ. ბოლოს გუნდი მესამე ბანაკამდე განაგრძობდა გზის გაკვლევას, მაგრამ ბიძინა ძალიან გადაიღალა. მეორე ბანაკში ცუდად გავხდი. თვითონ ასვლის დროს მეხვდი, რომ ვეღარ შევძლებდი და უარი ვთქვი, რომ გუნდი არ შემეწუხებია და ჩემით, ასე ვთქვათ, დავეშვი. პირველად ვიყავი ასე ახლოს ჩემი შესაძლებლობების ზღვართან. ბევრჯერ მეგონა, რომ ეს მოხდა და ეს ზღვარი ასე ვთქვათ, დავინახე და მიუახლოვდი, მაგრამ ეხლა ყველაზე ისე ახლო ვიყავი. ეს შეიძლება უკვე ასაკის ბრალიც არის. ან უკვე აღარ მეყო, ასე ვთქვათ, ჩემი ფიზიკური მომზადება. ძალიან გამოვიფიტე. ძალიან ძიმე იყო, დაშვება იყო. ძალიან დიდი ძალისხმევა და ესეთ ნებისყოფა დამჭირდა, რომ მეიძულებინა თავისთვის, რომ ჩემით დავშვებულიყავი და დამეკარგა სიმაღლე. მადლობა ღმერთს, ჩემით, ასე ვთქვათ, ჩამოვაღწია. ხშირად მე ბევრს ვფიქრობდი, რომ აი რა სიტუაცია შეიძლება აი ამ მდგომარეობაში მოხდე, მაშინ ბარში და მართალი გითხრათ ვერ წარმოვიდგინე, რომ აი რა დატვირთვა უნდა მიიღო, რა მდგომარეობაში უნდა იყო, რომ აი ასე გადაიღალოს ადამიანი, ასე გამოიფიტოს. გუნდი 19 მაისს ავიდა მანასლუზე ბიძინა გუჯაბიძის გარეშე. ეს მის ცხოვრებაში პირველი შემთხვევა იყო, როდესაც ექსპედიცია წარმატებული აღმოჩნდა მხოლოდ მის გარეშე. მწვერვალიდან მოbrunება ძიმე საქმე არის, აი ამ გადაწყვეტილების მიღება, რომ აი ნაბიჯზევით აღარ გადავდგა, მივდივარ ქვევით. მწვერვალისაგან დიდი ხანი, ასე ვთქვათ, ემზადები, მიდიხარ, რაც ძალიან ბევრ საშუალებას ეძებ, გჭირდება, ესა ბევრ ამაზე უარს ამბობ და შემდეგ რაღაც რამდენიმე წამში, რამდენიმე წუთში უნდა გადაწყვიტე, რომ ყველაფერზე ამაზე უარს ამბობ, რა.
რთულია მოbrunება. საბედნიეროდ არ მიწევს ხოლმე ხშირად. ჰიმალაებიდან ასე ვთქვათ ორი წარუმატებელი ექსპედიცია მაქვს რა 10 ექსპედიციიდან. ესე იგი 80%-იანი შედეგი ჯერჯერობით. ბიძინა გუჯაბიძემ პირველი სასიმაღლო ასვლა 1987 წელს გააკეთა და ლენინის პიკზე ავიდა. სულ 35 სასიმაღლო ასვლა აქვს გაკეთებული 7000 მეტრის ზემოთ. აქედან 8000-იანები 6-ჯერ, 2-ჯერ ევერესტი, დაულაგირი, ხოთი, 2-ჯერ ჩოიუ გასებრო. ორგზის აქვს მინიჭებული თოვლის ჯიქის საპატიო წოდება. ეს წოდება ენიჭებოდათ საბჭოთა კავშირში იმ ალპინისტებს, რომლებიც ავიდოდნენ საბჭოთა ტერიტორიაზე არსებულ ყველა 7000 მეტრიანზე. კომუნიზმის პიკი, ლენინის პიკი, კორჟენევას პიკი პამირში და ტიან-შანზე, გამარჯვების პიკი. 7-ჯერ არის ასული უშბაზე. მიღებული აქვს მონაწილეობა ჩქაროსნულ შეჯიბრებებში. ჰანტენგრიზზე, სადაც 7000 მეტრიან მწვერვალზე 15 საათში ავიდა. ყინვარწვერზე 12 საათსა და 20 წუთში. უშბაზე ასვლისათვის კი 9 საათი დასჭირდა. ოპა, შუტლა. რა გიმტკივა მაგ. ოპა. მე ხშირად ვეკითხები ხოლმე ისე გარეშე ადამიანებს, რომ რაში აინტერესებთ, რა თქვათ ჩემი ასვლები ან რას აძლევს. საერთოდ თამსვლელობა, მაგრამ აღმოჩნდა, რომ ძალიან ბევრისათვის ეს რაღაც საკუთარი განუხორციელებელი ოცნებების რაღაც რეალიზაციას გაავს რა და როგორც ადამიანს სჭირდება რაღაც სათავგადასავლო წიგნები, ფილმები, რაღაც აი ასე სჭირდება სხვისი თვალით დანახული ქვეყანა და სხვისი გამარჯვებაც რა და ჩვენ მაინც ესე უმაყურებლო სპორტად ვითვლებით და ამიტომ ყოველი ასეთი გამოხატულება, ასეთი გულშემატკივრობის ძალიან გვეხმარება. ზოგჯერ არის ხოლმე რომ უცხო ადამიანი თქვათ ქუჩაში მიცნობს ან სადმე მიცნობს და ეს რაღაც დაგიმალოთ და ხო არის სასიამოვნო. ეს რაც შეეხება მწვერვალების დაპყრობის პროცესს. მაგრამ წელიწადში 365 დღეს ჰიმალაის მთებში ვერ გაატარებ. როგორმე უნდა მოახერხო და ჩვეულებრივ ყოფაში იპოვო შენი ადგილი. მე თუმეტეს თუ კი ცოლი და 4 შვილი ყავს სარჩენი. მას შემდეგ რაც ბიძინა გუჯაბიძემ გეოლოგის შედარებით მშვიდობიან პროფესიაზე უარი განაცხადა, შეიძლება ითქვას ვერტიკალური ცხოვრების წეს მოყო ხელი. დაწყებული მაღალსართულიანი შენობების მინების წმენდიდან დამთავრებული სამაშველო სამუშაოებით, რაშიც როგორც თავად ამბობს, ქართველები განსაკუთრებული გულიანობით გამოირჩევიან. თიდან მაშინ შეუძლებელი იყო, ასე ვთქვათ, ოჯახის რჩენა, შემოსავლის მიღება. ამის გამო მუშაობდით სასიმაღლო სამუშაოებს, ვასრულებდით და რომელსაც დღესაც ვაგრძელებთ ჩემ მეგობრებთან ერთად. ეს არის ფანჯრების რეცხვა, მაღალი შენობების შეღებვა, სატელევიზიო ანძების შეღებვა, რემონტის, კონსტრუქციების, სარეკლამო დაფების დაყენება კლდეებზე, შენობებზე. ეს ისე ეხლაც გრძელდება თუ რამე ისეთი საინტერესო სერიოზული სამუშაოა, მე და ჩემი ჯგუფი ვაკეთებთ ხოლმე. ბოლო სამუშაოები რაც იყო ყველა საინტერესო ეს იყო სამების მიმდებარე ტერიტორიაზე დიდი ანძა იყო 120 მეტრიანი ანძის დემონტაჟი, შემდეგ სამების ტაძრის გუმბათის მოოქროება, აეროპორტში წერეთლის დიდი ქანდაკება, რვარსაიმის მოოქროება, მუშაობდით თავისუფლების მოედანზე, თავისუფლების მონუმენტის მონტაჟზე, ნაძვის ხეებზე და ბევრ საინტერესო სამუშაოები შევასრულეთ. ასევე საინტერესო იყო საგზაო დეპარტამენტთან ერთად
საქართველოს სამხედრო გზის მიმდებარე კლდეების წმენდა ცოცხალი ქვებისაგან. სინამდვილეში გამოცდილ ალპინისტს ყველაზე მეტად მაშინ გაუჭირდა, როდესაც ალპინისტურ ასკეტურ ქცევის კოდექსს მამაშულური გრძნობები დაუპირისპირდა. ყველაზე მძიმე მარშრუტი მაშინ გაიარა, როდესაც ექსპედიციის წევრები შვილები და შვილების მეგობრები გახდნენ. ბიძინა გუჯაბიძის შვილები ალპინიზმით არიან გატაცებულები. ერთმა მათგანმა ირაკლი გუჯაბიძემ უკვე ჰიმალაის მთებშიც სცადა ფეხის მოკიდება. სავარჯიშოდ ყირიმის რთულ კლდოვან მარშრუტებს ირჩევს. თანატოლებთან ერთად დადიხარ, ნაირად თანაბრად ვინაწილებთ ხოლმე პასუხისმგებლობას, თანაბრად ვწყვეთ, რომ ამ მარშრუტზე წავიდეთ, არ წავიდეთ, დღეს გავიდეთ, ხვალ გავიდეთ, აი რა გავაკეთოთ. როცა ასეთ ახალგაზრდებთან, მithume და შვილის თან და შვილის ტოლებთან გაქვს საქმე და იმათთან ერთად ვაკეთებ ასლებს, პასუხისმგებლობას მთლიანად ჩემზე ვგრძნობ რა, ჯერ ისინი ვერ იღებენ თავის თავზე ამ პასუხისმგებლობას და ძალიან მძიმეა, გამტანჯველია ეს პასუხისმგებლობა. ჯამთელი ღმერთმა დამიფაროს და ვინმეს რამე თითიც კი ეტკინოს. ხო, ნუ ოჯახიდან მიყავს ჯამთელის აღი, ესეთა იმას რომ რამე მოუვიდეს, ძალიან რთულია. ამიტომ ძალიან კაცრ პირობებში მყავს ახალგაზრდები. ესენი ჩემთან ერთად მუშაობენ თან სასიმაღლო სამუშაოებზე. სასიმაღლო სამუშაოები საუკეთესო საშუალება არის აქ ბარში მივახლოვდე ექსტრემალურ სიტუაციას. აი და იყო აი თოგზე სულ დაკიდებულ ესე დაძაბულად და ზოგჯერ ძალიან ესეთი რთული ტექნიკური დავალებების გადაწყვეტა გვიწევს ხოლმე. ამიტომ ძალიან კარგად არიან მომზადებული ახალგაზრდები ტექნიკურად, ფიზიკურადაც, მაგრამ მაინც ნერვიულობ. არის. მწვერვალიდან დაშვებისას ალპინისტი მხოლოდ ერთ რამეზე ფიქრობს, რომელი იქნება შემდეგი და მომავალი მარშრუტის გეგმებს აწყობს. უკან რჩება განვლილი საფრთხე და ბიძინა გუჯაბიძე 8000-იანებზე ასვლას გეგმავს. ამისათვის კი საჭიროა მხოლოდ სპონსორი და რამდენიმე მისნაირი ადამიანი გამოჩნდეს. ჰიმალაის ბუმბერაზებზე ასასვლელად როგორც წესი ყოველ ჯერზე ახალი გუნდი დგება. მათ წილად ერგოთ იგრძნონ უახლოვდება თუ არა მე-9 ვერტიკალურ კილომეტრზე ადამიანი ღმერთს და რა გრძნობაა ყოფნა არ ყოფნის ნაცვლად უკვდავებისა და რეალური სიკვდილის თვალებში ყურება. რაც ეს დრო გადის, რაც უბრალოდ გამოცდილება გროვდება, ეს ნაკლებად არის შიში. არის ხოლმე თქვათ, აი ჭექა ქუხილი რაღაც დამოხტულ ღრუბელში რამდენჯერმე მოხვედრი ვარ, როცა თმები თქვათ ყალყზე დგება და საშინელი ტკივილია ეს ყველაფერი ზუზუნებს აი თითის წვერებზე ეს მუხტები იმაში ან ათებს ხვირზე ყურზე ისეთია რომ აი რაღაც მომენტში შეიძლება მოხდეს განმუხტვა არა და ესე დაიღუპა ჩვენი ერთი მეგობარი სერგო ბარლიანი სვანეთში მწვერვალ მაჩხაპარაზე. ყველა ეს შიში და ესეთი მოლოდინი იწვევს ლოცვის სურვილს. რაც უნდა ესე ურწმუნო და ესეთი იყოს ადამიანი და ათეისტი. ძალიან ახლოა სიკვდილი და ზღვარი. ყველა იწყებს ლოცვას, ვისაც ვეკითხე. ხო, ვინც გამართულად ლოცვა იცის, უფრო მშვიდად აგრძნობს თავს და ვინც არა, ცდილობს რომ რაღაცნაირად შესთხოვოს ღმერთს, რომ გადარჩეს აი ამ მომენტიდან. ადამიანებს უყვართ ასეთი ამბების მოსმენა. სიამოვნებით უგდებენ ყურს ცეცხლის პიარს, ნაამბო ბარაკებს. მერე კი თავთავის საზრუნავს უბრუნდებიან. ზოგისათვის ბავშვობისას იმის აღმოჩენა, რომ ყოველი მაღალი მთის იქით კიდევ უფრო მაღალი მთა უსასრულობაში მოგზაურობის სტიმულია. ზოგისათვის კი სევდიანი ფილოსოფია. არც ერთი ამ უკანასკნელთაგან, როგორი მობეზრებულიც არ უნდა ჰქონდეს, ყოველდღიური რუტინა არასოდეს წავა შეგნებულად მთებში ხიფათის საძებნელად.
ადრენალინზე მონადირენი როგორ აღტაცებასაც არ უნდა იწვევდნენ, ობივატელის თვალში მაინც შერეკილებად რჩებიან. არის ზოგჯერ ამბობენ, რომ თითქოს აი ამის მოთხოვნილება უჩნდებათ დამსვლელებს და როგორც ადრენალინის გამომუშავება და საშინლად არ მიყვარს ეგ სიტყვა ადრენალინი და აი ადრენალინის და ესეთი რამე არ გვიგრძნია რა. ცხოვრობთ რა, ჯოულებრი ცხოვრობთ თაში იმ გარემოში, სადაც ყველაზე კარგად აგრძნობთ თავს, ყველაზე კარგად ვიცით ეს გარემო. საღი გარემოა, ძალიან შეკუმშული და შემჭიდროებულია ყველაფერი, ყველა აი ურთიერთობები, საუბარი, სიტყვა, საჭმელი, სასმელი, ყველაფრის ფასი ძალიან ისე მკვეთრად ჩანს. ამიტომ ჩვენი აქ ყოფნა არის მოლოდინი მთაში წასვლის. ყველაფერს ვაკეთებთ აქ იმისათვის, რომ მალე წავიდეთ მთაში. თვითონ ოჯახის წევრებიც ჩემი როცა უკვე შემატყობენ, რომ ვერა ვარ კარგად, თხოვენ, რომ მალე წავიდე. Суету городов и в потоке машин возвращаемся мы, просто некуда деться, и спускаемся вниз с покоренных вершин, оставляя в горах свое сердце. Так оставьте ненужные споры, я себе уже все доказал. Лучше гор могут быть только горы, на которых еще не бывал, на которых еще не бывал.